იმართება შეხვედრა პუტინის და ტრამპის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ უკრაინის ბედისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიო წესრიგისთვის და ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვისაც. შესაბამისად, ის ადამიანები, რომელიც ვიბრძვით სიმართლის მხარეს, რომელსაც გვინდა რომ იყოს გამარჯვება უკრაინის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოვხატოთ კიდევ ერთხელ სოლიდარობა უკრაინისადმი და გამოვთქვათ ჩვენი პოზიცია, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლია გამარჯვება, რომელიც დგას დემოკრატიის და სიმართლის მხარეს. როცა შენ მტერი შენ ქვეყანაში იჭრება და შენ ქვეყანაში იწყებს მფართავ მოქმედებას, შესაბამისად შენ უნდა დაიცვა შენი თავი. როგორც საქართველო, ასევე უკრაინა ყოველთვის ერთ მტერის წინაშე არის და შესაბამისად გამარჯვება უნდა იყოს ამ მხარეს. უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც უკრაინელების მხარდაჭერა და უკრაინის მხარდაჭერა გაცდა კონკრეტულად რაღაც ორ ქვეყანას შორის რომელიმე პოზიციის მხარდაჭერას, არამედ ზოგადად სამართლიანობის სიმბოლოდ იქცა მთელ მსოფლიოში ჩემთვის. მით უმეტეს, როდესაც ქართველები ასე მეგობრულად ვართ განწყობილი უკრაინელების მიმართ, თავსვალდებულად მივიჩნევ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო აი ამ სამართლიანობის მხარდაჭერაში პირველ რიგში. და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს მასთან ერთად და მაინც მჯერა, რომ მთელ მსოფლიოში სამართლიანობა გაიმარჯვებს. ესეც რაღაც სიმბოლური აქტია, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენს უკან კიდე ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც შეიძლება დღეს ჩვენ გვერდით არ არის, მაგრამ მხარს უჭერს აი ამ აქტს. მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი არის ალიასკისკენ, სადაც უნდა გადაწყდეს მნიშვნელოვანი საკითხები უკრაინის, რა თქმა უნდა, უკრაინის სასარგებლოდ, ამას ელოდება როგორც საქართველო, ისე მთელი მსოფლიოს ალბათ მილიონობით ადამიანი. თბილისი არ ჩამორჩება ამ მოვლენებს, როგორც ყოველთვის და ჩვენ მხარდაჭერას უცხადებთ.